მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი მაყურებლების თხოვნით, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება, როგორ განვითარდება თქვენი პირადი ცხოვრება უახლოესი 3 თვის განმავლობაში. ვიდრე გაშლას დავიწყებდე, მინდა ისევ და ისევ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი არხის გამოწერისათვის, კომენტარებისათვის, ლაიქებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. ეხლა კი დავანთებ სანთელს სურნელოვან ჭხირს ასე და შევდგები გაშლას. პალო სანტოს ჭხირი, რომელიც განწმენდავს ამ სივრცეს ნეგატიური ენერგიებისაგან. როგორ განვითარდება პიროვნებას, რომელიც ახლა უყურებს ამ ვიდეოს პირადი ცხოვრება უახლოესი 3 თვის განმავლობაში. მითხარი სიმართლე, ხოთი სიმართლე. პიროვნება, რომელიც ახლა უყურებს ამ ვიდეოს, არის ემოციური, ჰაეროვანი, თბილი, ვნებიანი, მეოჯახე ადამიანი, რომელიც შესაძლოა წარსულში იმყოფებოდა რაიმე სახის ურთიერთობაში, რომლის დატოვებაც ძალიან მტკივნეული იყო მისთვის და ურთიერთობიდან გავიდა, თუმცა ეს გასვლა იყო ძალიან მტკივნეული და შესაძლოა დღემდე ამ წარსული ურთიერთობიდან გამოყოლილ ტრამვებს ან მოგონებებს ებრძვის, ესე ვთქვათ. ეს ადამიანი ახლა სხვა მიმართულებით იყურება, აფართოვებს ჰორიზონტებს, ზურგი შეაქცია წარსულ ურთიერთობას და იყურება ახალი ჰორიზონტებისაკენ, ახალი ურთიერთობისაკენ. როგორ განვითარდება ამ ადამიანის პირადი ცხოვრება უახლოესი 3 თვის განმავლობაში, ადამიანის, რომელიც ახლა უყურებს ჩემს ვიდეოს. უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეს ადამიანი მიიღებს შინაგან გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შანსი მისცეს ახალ ურთიერთობას, შესაძლოა რაღაცა ისეთ ურთიერთობაში შევიდეს, რომელიც თავიდან პიროვნების მხრიდან რაღაცა მანიპულაციებით დაიწყოს და დიდი თავსატეხი გაუჩინოს ამ ადამიანს, ბევრი საფიქრალი გაუჩინოს და იფიქროს შევიდეს თუ არა ამ ახალ ურთიერთობაში. ამ ადამიანის მიმართ, რომელიც გამოჩნდება, ექნება ლტოლვა, ექნება მიზიდულობა და როგორი ადამიანი გამოჩნდება მის ცხოვრებაში. და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი, ეს ჩემი მაყურებელი, რომელიც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, გაივლის დიდ შინაგან ტრანსფორმაციას. არკანის სიკვდილი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდეს ტრანსფორმაციასთან გვექნება საქმე და ამის შემდეგ იგრძნობს რაღაც ახლიდან დაბადებას, ახალი ემოციების, ახალი ენერგიის მოზღვავებას და მის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც
შესაძლოა ეს ადამიანიც წარსულიდან იყოს, ხშირ შემთხვევაში ესეა ხოლმე, მაგრამ შესაძლოა ასევე იყოს ადამიანი, რომელსაც ასევე, როგორც ამ ჩემს მაყურებელს, აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც იყო წარსულში ურთიერთობაში, შესაძლოა ქორწინებაშიც იყო, შესაძლოა რაიმე სახის სერიოზულ ურთიერთობაში იყო, აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, იქნება ძალიან მკაცრი ადამიანი, რომელიც ესე სიყვარულში კი არ გადაეშვება თავით, არამედ აქვს რაციონალური გონება, რომელიც აზროვნებით უდგება ნებისმიერ საკითხს, რომელიც ანალიზებს, რა შეიძლება მოყვეს ამ ურთიერთობას შემდგომში, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა, რომელსაც აქვს დიდი გონებრივი შესაძლებლობები, შესაძლოა იყოს ჰაერისტიქიაც, შესაძლოა მუშაობდეს სამართალდამცავ ორგანოებში, შესაძლოა მუშაობდეს სასამართლო ხელისუფლებაში, ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს წარენაც, ადვილად შეუძლია ნებისმიერი ურთიერთობის დატოვება, მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. და ამ ადამიანთან ერთად როგორ განვითარდება ურთიერთობა? მოკლედ ეს ურთიერთობა გაივლის ტრანსფორმაციას, რაღაცა შემდეგ წამოვა ამ ადამიანებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთზრუნვა, ურთიერთგაგება, პარტნიორობა, რასაც ქვია ამ სიტყვის სრული გაგებით, ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ურთიერთობა, ორივე ჩაებღაუჭება ამ ურთიერთობას. შესაძლოა იყოს რაღაცა შიშები, წამოვიდეს რაღაცა შიშები, იმიტომ რომ ორივე ადამიანს გექნება ცხოვრებისეული გამოცდილება, რთული ცხოვრებისეული გამოცდილება და წარსულის ტრავმები, ურთიერთობა, რომელშიც გული გატკინეს. შეიძლება წამოვიდეს ეს შიშები, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენი ურთიერთობა გადაიზრდება ურთიერთზრუნვაში, ურთიერთპატივისცემაში, ურთიერთსიყვარულში, ხარდაჭერაში. გექნებათ ერთმანეთის მიმართ ბნება, შესაძლოა თავიდან ეს ამ ურთიერთობას არ მიეცეს სერიოზული სახე, იყოს დამალული სხვა ადამიანების თვალისგან, იყოთ მისთვის ფარული ქალი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეხლა ამ სამ თვეში სხვას რას ველოდებით, ხო? სამ თვეზე გვაქვს საუბარი, მთავარია რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელთან ერთადაც გაივლით დიდ ტრანსფორმაციას, გავლილიც გაქვთ და თვითონ ურთიერთობას ხომ სჭირდება ზრუნვა, ენერგიის ჩადება, ორივე მხარე ჩადებთ ამ ენერგიებს, ორივეს გაქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, თავიდან იქნება უფრო ვნება, თუმცა ჰაერისტიქიას ბევრი აზროვნება ახასიათებს, ანუ ისე არ იღებს გადაწყვეტილებებს, რაციონალური გონება აქვს და გონიერად უდგება ნებისმიერ საკითხს და ამ ურთიერთობასაც რა თქმა უნდა გონივრულად მიუდგება. და მოკლედ იქნება ამ ურთიერთობაში ზეიმი და ეს ურთიერთობა გაიმარჯვებს თქვენს შიშებზე, შეზღუდვებზე, რაც თქვენ გულის სიღრმეში გაქვთ.